ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების ხელშეწყობისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანმა საკოორდინაციო საბჭომ პირველი სხდომა გამართა. შეხვედრაზე ბავშვზე ალტერნატიული ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებისა და დეინსტიტუციონალიზმის პროცესის ხელშეწყობის პროექტი განიხილეს. მხარეების განცხადებით ინიციატივა ამ მიმართულებით სისტემური მიდგომის გაძლიერებას უზრუნველყოფს. სხდომის მონაწილეებმა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი პრინციპებიც განიხილეს. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხელმძღვანელობდა. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო ორგანიზაციების, საქართველოს საპატრიარქოს, სხვა რელიგიური ინსტიტუტების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საკითხით დაინტერესებული სხვა პირები ესწრებოდნენ. აქ არის საუბარი ბავშვთა უფლებებზე, ბევრი რამ შედის ამაში და ჩვენი მონაწილეობა მიგვაჩნია, რომ არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით UNICEF-თან, World Vision-თან ისედაც თანამშრომლობდით. ჩვენი რამდენიმე მცირე კონფერენცია, რომელიც სამების ახალგაზრდულ ცენტრში იმართება, სწორედ ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხებოდა და დღევანდელი შეხვედრა უზრუნველყოფს კომპლექსურ მუშაობას, ბევრი სხვადასხვა უწყების ჩართულობას რამდენიმე კომიტეტში და ჩვენ გამოთქვით აქვს სურვილი, რომ ყველა კომიტეტში საპატრიარქოც იყოს ჩართული. ესეთ მექანიზმს სამინისტრო იყენებს მთავრობა ზოგადად სხვა პროექტების სამართავად, თუმცა ამ შემთხვევაში სიახლე არის ის, რომ ეს არის ახალშექმნილი ასეთი ფორმატი ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო, რომლის ამოცანაც არის სტრატეგიულად ბავშვის უფლებებზე ზრუნვა და ბავშვთა კეთილდღეობა. ალტერნატიულ ზრუნვაში გულისხმება მშობლების და კანონიერი წარმომადგენლების ზრუნველობას მოკლებული ბავშვების, ესე ვთქვათ, ბავშვებზე ზრუნვა, ის ბავშვები, რომლებსაც არ გაუმართლათ და არიან ოჯახის ზრუნვას მოკლებული. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა სახელმწიფო იღებს და ამ კუთხით ჩვენ მნიშვნელოვანი არის, რომ ვიზრუნოთ ბავშვებზე და ამას ემსახურება სწორედ მათ შორის ამ საკოორდინაციო საბჭოს შექმნა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ სხვა შეკითხვებსაც უპასუხა. შექმნა თუ არა საპატრიარქოში კომისია, რომელიც მედიაში სიძულვილის ენასა და ეკლესიის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს შეისწავლის? როგორც ასეთი კომისია არ შექმნილა საპატრიარქოში, ჩვენ გეგმავდით სამუშაო ჯგუფის შექმნას და ეს ჯგუფი შექმნილი არის. სამუშაო ჯგუფში მხოლოდ საპატრიარქო არ შედის, შედიან არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც ამ საკითხებით, ამ პრობლემატიკით არიან დაკავებული და თანდათან გამოვკვეთავთ რაღაც საკითხებთან. მე რა შეფერდება უკვე და თუ მუშაობს აქტიურად? ჩვენ ვაპირებთ, რომ ანალიზი გავუკეთოთ საერთაშორისო გამოცდილებას, როგორ ხდება იქ სატელევიზიო სივრცის დარეგულირება, ისე რომ იქიდან არ მოდიოდეს ასეთი ოდენობით აგრესია, ასეთი ოდენობით ძალადობა, უხამსო. მათ შორის მიმართავთ თუ არა პარლამენტს? რა თქმა უნდა, თუ ეს ჯგუფი ეფექტურად იმუშავებს, აქამდე მივასწრებთ. ამას გულისხმობთ საბოლოო ჯამში. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ევროპა ნოსტრას ორგანიზებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე გამოვლინდა ევროპის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს ევროპა ნოსტრას გამარჯვებული პროექტები საქართველოდან. დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ევროპული კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლი, რომელთაგან ერთ-ერთი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსია. სწორედ ამ პროექტის აღიარებისა და ევროპა ნოსტრას დიდ ოჯახში გაწევრიანების სიმბოლოდ ამბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავით სიგელი გადაეცა. ღონისძიების მონაწილეთა განცხადებით ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უწყვეტ კავშირსა და კუთვნილებას საერთო ევროპული კულტურის ღირებულებებთან. საღამოზე გამარჯვებული პროექტების შესახებ მომზადებული საინფორმაციო ვიდეო რგოლის ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპა ნოსტრას გენერალური მდივანი სნეჟკა ქაიდვლიკ მიხაილოვიჩი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ეს არის სწორედ ჩვენი გზა, ანუ ჩვენი მეტი ევროპა და მეტი კულტურული ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპის კულტურაში. ეს არის ამის განხორციელება და მნიშვნელოვანი არის ძალიან, რომ ეს ყველაზე დიდი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს არასამთავრობო სამოქალაქო საზოგადოებას და ასევე ოფიციალურ უწყებებს მთელ ევროპაში, რომ ეს ორგანიზაცია აქ არის ჩვენთან, საქართველოში აღიარებს ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობის სხვადასხვა ძეგლს და რაც დღეს მთავარი არის ჩვენთვის, აღიარებს, რომ დავით გარეჯა არის დასაცავი ძეგლი, რომ ის არის საფრთხის ქვეშ და ეს ნიშნავს, რომ მობილიზაცია მოხდება იმისთვის, რომ დავით გარეჯა იყოს გადარჩენილი. ყველაზე ბოლო და მნიშვნელოვანი უკანასკნელი კონკურსის გამარჯვებული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომელმაც მთელი ევროპის მასშტაბით 7 საუკეთესო, თუმცა თავად ნომინაციას ჰქვია საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში შევიდა. ეს განსხვავდება იმ საფრთხის ქვეშ მყოფი ნუსხიდან, რომელსაც იუნესკო აქვეყნებს ხოლმე. აქ საუბარი არის ზოგად საკაცობრიო ღირებულების აღიარებაზე. ევროპანოსტრას ფარგლებში ჩატარებული კონფერენცია მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ფართომასშტაბიანი კვლევა დაიგეგმა და ალბათ ეს შემდეგაც გაგრძელდება, რაც ნამდვილად ღირებულ წონად კვლევას საბუთს დასდებს იმის თაობაზე თუ გარეჯის სამონასტრო კომპლექსების წარმომავლობის, ასაკის, მისი გადარჩენის, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის, აი ამ ყველა პარამეტრს ალბათ ეს კვლევა განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, დღევანდელი, ასე ვთქვათ, ცერემონია არის მნიშვნელოვანი, როცა გარეჯის კომპლექსის კულტურულ მემკვიდრეობას გადაეცემა დიპლომი, როგორც მსოფლიოში აღიარებული კულტურული მემკვიდრეობისა. და რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, ჩვენი ქვეყნისთვის, ერისთვის და ჩვენი ეკლესიისთვის, რომ აი ამ კონფერენციაში მონაწილე სპეციალისტების დახმარებით თელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ ეს კულტურა არის თვითმყოფადი ქართული კუთვნილობის და რომ მისი მოვლა და პატრონობა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას მსოფლიოსთან, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ეკუთვნის და ვალდებულებაც აკისრია ღვთით. დღეს მოხდა ევროპა ნოსტრას მიერ ქართული პროექტების დაჯილდოება. უშუალოდ დაჯილდოვდა 9 პროექტი. აქედან 7 პროექტი არის გამარჯვებული პროექტები ევროპა ნოსტრას, ევროკავშირის პრიზის თვალსაზრისით და 2 ძეგლი არის შეყვანილი 7 ძეგლის პროგრამაში. ერთ-ერთი არის დავით გარეჯი. ღონისძიების ფარგლებში ევროპა ნოსტრას საქართველოს საპატიო პრეზიდენტად ნინო ანანიაშვილი დასახელდა. პრიმა ბალერინამ ევროპა ნოსტრას წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით სამომავლოდ ახალ პროექტებზე აქტიურად იმუშავებს. მიხარია, რომ ჯერისერთი ამდენი ნომინანტი გვყავს და ამდენი დაჯილდოებული გვყავს. მიხარია, რომ ეს უფრო და უფრო ვრცელდება. ეს ინფორმაცია რასაკვირველია ევროპის გარდა, არა მარტო ევროპაში. და ეხლა მეც ალბათ უბრალოდ ჩემი სტატუსით შემეძლება უფრო მეტის გაკეთება ჩვენ კულტურულ სფეროში, არა მარტო ბალეტში. აღსანიშნავია, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საზეიმო საღამო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში სააღდგომო გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ბასილ ღუდუშაურის, გოჩა გიორგაძის, ლაშა კინწურაშვილის, ირაკლი ცინცაძის, კახა დონაძის, მიხეილ და ილია ბალავაძეებისა და გურამ გაბაშვილის მიერ შექმნილი ხატები, მინიატურები და მინანქარში შესრულებული ნამუშევრები. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გამოფენა 2 მაისამდე გაგრძელდება. მინდა რომ დიდი მადლობა გადაუხადო ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელობას, რომ მოგცა საშუალება ესეთი გამოფენის მოწყობისათვის. სააღდგომო გამოფენა ქვია. დიდი ხანი მინდოდა ამ ხალხის ერთად შეკრება და ერთად გამოფენა. და ეხლა მოგეცა საშუალება ჩვენი მეგობრების და ჩვენი ამ ცენტრის მეშვეობით. საეკლესიო ხელოვნების და ამ მიმართულების ხრივ საკმაოდ მნიშვნელოვანი და კარგი ნამუშევრებია წარმოდგენილი და ფასეულია იმით, რომ ჩანს
იმ ადამიანების სულიერი მდგომარეობა და განწყობა, რაც ტრიალებს დღევანდელ მრევლშიც, ერშიც და აი იმ მხარეშიც, რასაც ხელოვნების სფერო ქვია და სასულიერო ხელოვნება, რასაც ქვია. როცა ეს ყველაფერი იყო აკრძალული, ეს ხალხი უბრალოდ სათავეში ედგა აი ამ აღორძინების პროცესს, რომელიც თქმა და ძალიან საინტერესოა, როგორ განვითარდა მათი ხედვები და მათი შესრულების მანერა და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც შეიძლება შეამჩნიო ამ ექსპონატებში, როგორ წინ და საინტერესოდ განვითარდა დღეს ხატწერა საქართველოში. სინას მთაზე მდებარე წმინდა ეკატერინეს მონასტერში ბერძენის სპეციალისტები მუშაობენ. მათ ძირითად მისანს პირველ ეტაპზე სავანეში დაცული 4500-მდე უძველესი ხელნაწერის ფოტომასალის მომზადება წარმოადგენს. პირველადი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გაციფრულების პროცესი იგეგმება. აღნიშნულ სიახლეს საინფორმაციო სააგენტო როიტერსი ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ მონასტერმა თავისი არსებობის მანძილზე არაერთი განსაცდელი გამოიარა, მაინც მოახერხა უნიკალური ხელნაწერებისა და ხატების შენარჩუნება. აღსანიშნავია, რომ წმინდა ეკატერინეს მონასტერი ურთულეს რეგიონში მდებარეობს. ეს ის ტერიტორიაა, სადაც რადიკალური ისლამის წარმომადგენლები დაუნდობლად ანადგურებენ ქრისტიანულ არტეფაქტებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. მონასტერი იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტონომიურ ნაწილს წარმოადგენს და თანამედროვე ეგვიპტის ტერიტორიაზე მდებარეობს. როგორც წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მთავარეპისკოპოსი დამიანე აღნიშნავს, რეგიონში არსებული ურთულესი ვითარების გათვალისწინებით სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა შესრულდეს. აღსანიშნავია, რომ მონასტერში დაცული ხელნაწერებიდან დაახლოებით 1000 არაბულ და სირიულ ენებზეა შექმნილი. თითოეული მათგანი სავანის ბიბლიოთეკის განსაკუთრებულ სიმდიდრეს წარმოადგენს. სინას მთა სწორედ ის ადგილია, სადაც მოსეს ღმერთმა 10 მცნება გადასცა. ამიტომ ქრისტიანებისთვის ის განსაკუთრებული სულიერი მნიშვნელობის მატარებელია. იუნესკომ წმინდა ეკატერინეს მონასტერი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. სავანე მე-6 საუკუნეშია დაარსებული და მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კერად ითვლება. წმინდა ეკატერინეს მონასტრის უნიკალურ ბიბლიოთეკაში ყველაზე ცნობილი ხელნაწერი ეგრეთ წოდებული სინას კოდექსია, რომელიც მე-4 საუკუნით თარიღდება და ბერძნულ ენაზე ბიბლიის ყველაზე ადრეულ თარგმანს წარმოადგენს. მეორე უძველესი ხელნაწერია ეგრეთ წოდებული სირიის კოდექსი, სირიულ ენაზე თარგმნილი ყველაზე ძველი სახარება. აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკაში სასულიერო ლიტერატურასთან ერთად ინახება ხელნაწერები, რომლებიც მედიცინას, ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, ლიტერატურასა და მეცნიერების სხვა დარგებს ეხება. დაახლოებით 23 მილიონი გოგონა მხოლოდ იმიტომ დაიბადა, რომ მათმა მშობლებმა სქესი წინასწარ არ იცოდნენ. ასეთია უახლესი კვლევის შედეგები. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მეცნიერებმა კვლევა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჩაატარეს და აღნიშნეს, რომ ბოლო 10 წლებში დედამიწაზე გაცილებით მეტი ბიჭი მოევლინა ქვეყანას ვიდრე გოგონა. აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით მსოფლიოს 11 ქვეყანაში გამოიკვეთა, მათ შორის 3 პოსტსაბჭოთა სივრცეში მდებარეობს: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. აბორტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი ჩინეთსა და ინდოეთში დაფიქსირდა. დაახლოებით 40 წელი გავიდა იმ აპარატის გამოგონებიდან, რომელიც მშობლებს საშუალებას აძლევს ბავშვის სქესი მუცლად ყოფნის დროს გაიგონ. ამან კი ხელი შეუწყო სელექციური აბორტების რიცხვის ზრდას. ამიტომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ადრეულ სტადიაზე ბავშვის სქესის ინფორმაციის გაცემა აკრძალულია. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიგონეს ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც თოვლის ელექტროენერგიად გარდაქმნა გახდა შესაძლებელი. როგორც ცნობილია, მოწყობილობა არც ისე ძვირი ღირს. მოცულობით პატარა ზომისაა და მისი გამოყენება ძალიან კომფორტულია. იდეის ავტორთა განმარტებით, თოვლი, რომელიც დადებითადაა დამუხტული, რეაქციაში შედის სინთეტიკურ ნივთიერება სილიკონთან, რომელიც თავის მხრივ უარყოფით ნაწილაკებს შეიცავს. მათი ურთიერთქმედების შედეგად კი ელექტროენერგია წარმოიქმნება. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა PIS.org აქვეყნებს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, დედამიწის დაახლოებით 30% თოვლით მუდმივადაა დაფარული. ამიტომ ამ ტერიტორიაზე ზემოთხსენებული აპარატის დამონტაჟება და მისი ელექტროენერგიის წყაროდ გამოყენება ძალიან მომგებიანი იქნება.